ჩვენ უყურებთ ადამიანს ისე რომ ადამიანი რო დაიბადა, ის რომ მოივლინა ქვეყანას, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ის არის თავისუფალი, ის არის და მისი სიცოცხლე დაცული და ხელშეუხებელი და მას აქვს საკუთრების უფლება. ესეთი არსება არის და ეს სამი უფლება მისთვის არავის არ მიუცია და შეუძლებელია რომ ვინმე მიცეს. ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს სამი უფლება ადამიანს სიცოცხლის თავისუფლების და საკუთრების აქვს. იქიდან გამომდინარე რომ უბრალოდ ადამიანად ჩამოყალიბდა ისეთია როგორებიც ჩვენ კაცობრიობა ადამიანები ვართ. შესაბამისად ყველა ფაბულა რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ყველა პრინციპი რომლიდან ამომდინარე სხვადასხვა ჩვენი თემები, რისგანაც ჩვენი თემები გამომდინარეობს, ამას ეფუძნება, რომ ადამიანს, რომელიც მოევლინა კაცობრიობას, ვუყურებთ როგორც თავისუფალს, ვუყურებთ როგორც ცოცხალს და ვუყურებთ როგორც მესაკუთრეს. და შესაბამისად ჩვენი განსხვავებული აზრები ჩვენი რაღაცა ესე ჩვენი მტრები არიან ადამიანები, რომლებიც ადამიანებს სხვანაირად განმარტავენ და თვლიან რომ მათ შორის ყველაზე ესეთი გავრცელებული მტრები, რომელიც ხშირად ჩვენი მეგობრები არიან, ერთი შეხედვით არის ის, რომ ადამიანი, რომელიც თვლიან რომ ადამიანი არის ცოცხალი და თავისუფალი, მაგრამ საკუთრების ნაწილში აქვს პრობლემები. ზოგადად ესეთი თავისუფალი და ცოცხალი არავინ არ კამათობს ამაზე ადამიანზე, რავი, სოციალისტებიც და მარქსისტებიც კი ამბობენ, რომ ადამიანი თავისუფალიც არის და ცოცხალიც, მაგრამ კონფლიქტი იწყება მას შემდეგ და ჩვენი ბევრი განსხვავებული აზრი ჩვენთან მიმართებით სხვადასხვა ადამიანებს აქვს, მხოლოდ მაშინ როცა საქმე ეხება საკუთრებას. ჩვენ მიგვაჩნია რომ საკუთრება არის ძალიან ძვირფასი რამე და თუ გვინდა რომ გქონდეს თავისუფლება და თუ გვინდა რომ ადამიანი მართლა იყოს დაცული სახელმწიფოში, ადამიანი იყოს ისეთი, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს სახელმწიფო სისტემას, ზოგადად სისტემას გაუწიოს წინააღმდეგი და საკუთარი უფლებების დაცვა რო შეძლოს, ამისთვის ადამიანი უნდა იყოს მესაკუთრე. და ეს მარტო ჩვენ არ ვიძახით ამას, ავიცი პირველი ომი საბჭოთა კავშირმა ბოროტებამ გამოუცხადა ადამიანს როგორც მესაკუთრეს, ანუ აი კოლექტივიზაციის პროცესი, განკულაკების პროცესი, ანუ ყველაფერი ადამიანი დაეტოვებია დაუცველად სახელმწიფოს წინაშე. ამიტომ მიგვაჩნია რომ საკუთრება არის თავარი რამე, აი ადამიანურობის ერთ-ერთი განსაზღვრელი ატრიბუტი. თუ ადამიანს ჩამოართვევ საკუთრებას, ის ჩემი აზრით ბევრად უფრო ნაკლები იქნება ვიდრე ადამიანი. ერთხელ მახსოვს რომ მამაჩემ მეუბნება და ვეკითხებოდი მამაჩემს რომ რა განსხვავება მაგალითად ჩემს სტუდენტობას და თქვენ სტუდენტობას შორის და მამაჩემ მეუბნება რომ ჩვენს დროს ახალგაზრდებს ყველას გვეშინოდაო, ანუ რაღაცა ტიპის შიში იყო და ყველა მიცოდით რომ აი ჩუმად უნდა ყოფილიყავით რომ შარში არ გავხვეულიყავითო. ჩემი აზრით ადამიანების დიდი ნაწილი, ჩვენ ხო საბჭოთა საზოგადოება, პოსტსაბჭოთა საზოგადოება ვართ, სადაც უდიდეს ნაწილს საბჭოთა სკოლა აქვს გამოვლილი, პირდაპირ გაგებით საბჭოთა სკოლას და ჩემ თაობასაც საბჭოთა სკოლა აქვს გამოვლილი, ხო ფაქტობრივად მიუხედავად იმისა რომ საბჭოთა კავშირში არ დამთავრებია სკოლა. აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო მარტივია ასეთ ქვეყანაში ადამიანის თავისუფლების შემზღუდავის სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტების ჩატარება, იმიტომ რომ ადამიანები გაიზარდნენ როგორც თავისუფლებას შეზღუდულები, მე რაღაც თვალსაზრისით სრულიად შემთხვევით მიიღეს რაღაც თავისუფლება, რომლის შინაარსიც ვერ გაიგეს წესიერად, ანუ რატომ მიიღეს ეს თავისუფლება, რანაირად გაიზარდა უცბად მათი უფლებები და რატო იყო ერთ დღეს რომ ყველაფერს ეშინოდათ, თავრობაზე ცუდს ვერ იტყოდა, მეორე დღეს თავრობის გინება რა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ხო, ანუ შესაბამისად ასეთი ადამიანებისთვის, ასეთი საზოგადოებისთვის თავისუფლების შემზღუდველი ნორმების თუ კანონების თუ რაღაც შეპარება ბევრად უფრო მარტივი ამბავია ვიდრე ეს სხვა თავისუფალ საზოგადოებაში იქნებოდა. ეს გათელილი გზაა. კომუნისტებმა ერთხელ უკვე ჩამოართვეს ამ ადამიანებს თავისუფლება, მერე შემთხვევით დაუბრუნდათ და ახლა ეს უკან წაღების პროცესი მიმდინარეობს ფაქტობრივად. ანუ სისტემას ამ წუთას ის თავის დროზე გაცემული 90-იან წლებში გაცემული თავისუფლებები ნელ-ნელა მიაქვს უკან და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც საგნებს უყურებს მხოლოდ ერთნაირად, ჩემი აზრით. ანუ რითი გამოირჩევა ესეთი ხალხი, რომ შეხედავ, იტყვიან რომ აუცილებლად ასე რომ აჩვენოს ჭიქა, ხიდან გეტყვიან რომ ამ ჭიქას წარწერა არ გააჩნია, მაგრამ საჭიროდ არ თვლიან, ანუ დაფიქრებასაც კი არ თვლიან, რომ თავრობამ უთხრა რომ ამას ჭიქას წარწერა არ აქვს. მეორე მხრიდან რომ შეხედონ იგივე საგანს. და ეს არის ჩემი აზრით საბჭოთა საზოგადოებაც ერთი თვალსაზრისით. მხოლოდ ის ხედვა აქვს, რომელიც გამზადებული რომელიღაც პარტიულმა თუ ბიუროკრატიულმა ჩინოვნიკებმა შესთავაზეს და ზედმეტად ვენდობით თავრობას. ეს არის ჩემი აზრით ჩვენი პრობლემა. ზედმეტად ვენდობით ბიუროკრატიას და ზედმეტი იმედი გვაქვს ისეთი წარმონაქმნების, რომლის იმედიც არ უნდა გქონდეს. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ იმედი გქონდეს, რომ ხელი არ შეგვიშალოს თავრობამ, აი ამის იმედი რო გქონდეს. იმედი გვაქვს იმისი, რომ თავრობა დაგვეხმარება სხვების ხარჯზე. სანამ ამ მიდგომას არ გადავტეხავთ და სანამ არ გვეცოდინება ის, რომ ამორალურია სხვების ხარჯზე თავრობისგან დახმარების მიღება და რაღაცა ეროვნული სიამაყისაგან იქნება სწორი რამე, მაგალითად ის, რომ არ გჭირდებოდეს სხვისი დახმარება. ანუ მათხოვრობა სანამ არ იქნება
ამ ქვეყანაში სანამ იქნება სიამაყის საგანი ჩვენ ხო სიტყვაზე მათხოვრების თელი პლეიადა გვყავს ანუ მათ შორის რაღაცა მსახიობებიდან დაწყებული ხო მაგას აკეთებს თავრობა არ ეხმარება რომელიღაც სოფელს და მთელი სიუჟეტი ანუ თან ყავს უცნაური მათხოვრები ანუ მათხოვრები ხო არის ზოგადად რომ მათხოვარს მოთხოვნის უფლება არ გააჩნია ანუ მათხოვარს უფლება აქვს რომ წყალობა მიიღოს და მადლობა თქვას ჩვენ ყავს უცნაური ტიპის მათხოვრები იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი მასე დაგვალაგა ანუ იმათ ხო აჭმევდა საბჭოთა კავშირი დღევანდელ მათხოვრებად ჩამოყალიბებულ კასტებს სხვადასხვა ჯგუფის კასტებს და ყველა მათგანი ავტომატურად მიმართულია იქითკენ რომ რაღაცა სხვას ანუ სახელმწიფოს მეშვეობით სხვა ადამიანებს რაღაცა წაართვას ოღონდ ამას მათხოვრის ტონალობით არ გეუბნება ამას გეუბნება როგორც დამსახურებული და მნიშვნელობა არ აქვს დამსახურებელი იქნება იურისტი იქნება მსახიობი იქნება თუ ვინც გინდა ის იყოს ზედმეტად ინტელიგენტები არიან ხო ნუ მეორე საკითხია კიდე როგორ ხდებოდა ასეთი წარმოშობა და მე არ მგონია რომ ეს შემთხვევითი ამბავი იყოს რომ ჩვენ ქვეყანაში ვყავდეს მსახიობების პოეტების ვიღაცების სხვადასხვა კასტები რომლებიც ბიუჯეტზე იყვნენ მთელი ცხოვრება მიერთებული და შესაბამისად მათ სისტემა ფულს უხდიდა იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სხვა რაღაცა ჭირდებოდა მათგან სხვა საჭირო დროს ხარ დაჭერა ხოჩოლი პროპაგანდისტები მასწავლებლებიც მასერედიან ან პროპაგანდისტები ხო მოკლედ მათხოვრობა უნდა ტეხავდეს ზოგადად მათხოვრობა უნდა ტეხავდეს და ზოგადად უნდა გვესმოდეს რომ არ არსებობს ეგეთი მათხოვარი რაც უნდა დამსახურებული ვიღაცა იყოს რომელსაც აქვს უფლება რომელიც იძულებით წაიღებს რაღაცას თუ მათხოვარი ხარ წესირად იმათხოვრე და მხოლოდ ნებაყოფლობითია მათხოვრობის შედეგად მიღებული ფულის შინაარსი მე ასე